დოქტორო ვერმა დარწმუნებული არ ვარ სწორად გავიგეთო რა თქვენი პასუხი სენატორ მუდის შეკითხვაზე. ფიქრობთ თუ არა რომ მამაკაცებს დაორსულება შეუძლიათ? ვერ მივხვდი საით მიდის საუბარი, ან რა არის ამ შეკითხვის მიზანი. მე მკურნალობ სხვადასხვა იდენტობის პაციენტებს, მე მკურნალობ ბევრ ქალს, მკურნალობ განსხვავებული იდენტობის ადამიანებს. ამიტომ გავჩერდი. დიახ, არ ვარ დარწმუნებული საით წავა საუბარი. მიზანი სიმართლის დადგენაა. მიპასუხეთ, შეუძლიათ თუ არა მამაკაცებს დაორსულება? კვლავ ვიმეორებ, იმიტომ დავფიქრდი, რომ ნამდვილად არ ვიცი, რა არის ამ შეკითხვის მიზანი. მიზანი მხოლოდ ბიოლოგიური ჭეშმარიტების დადგენაა. ცოტა ხნის წინ თქვით, რომ პროცესი მეცნიერებამ და მტკიცებულებებმა უნდა მართონ და არა პოლიტიკამ. მოდით შევამოწმოთ ეს დებულება. შეუძლიათ თუ არა მამაკაცებს დაორსულება? მე მკურნალობ მრავალი იდენტობის მქონე ადამიანს, ასევე ბევრ ქალს, რომლებსაც შეუძლიათ დაორსულება. მკურნალობ ხალხს, ვინც თავს ქალად არ მიიჩნევს. შეუძლიათ თუ არა მამაკაცებს დაორსულება? როგორც აქამდე ვამბობდი, იმავეს გავიმეორებ. ნება მომეცით შეგახსენოთ თქვენივე ჩვენება. გადაწყვეტილება მეცნიერებამ და მტკიცებულებებმა უნდა მიიღონ და არა პოლიტიკამ. დიახ, ეს ასეა. გიმეორებთ, შეუძლიათ თუ არა მამაკაცებს დაორსულება? თქვენ ხომ ექიმი ხართ? გეთანხმებით, მედიცინას მეცნიერება და მტკიცებულებები უნდა წარმართავდეს. მეც ასე მიმაჩნია. ესე იგი, თქვენი სიტყვებით მეცნიერება იმას გვეუბნება, რომ მამაკაცებს დაორსულება შეუძლიათ, იმას რომ ბიოლოგიურ მამაკაცებს შეუძლიათ დაორსულება? ფიქრობ, მსგავსი კი ან არა შეკითხვები პოლიტიკური იარაღია. არა, კი ან არა შეკითხვები სიმართლეს ეხება, დოქტორო. ნუ გადავაქცევთ ამ პროცესს ფარსად. საქმე მეცნიერებასა და მტკიცებულებებს ეხება. ამიტომ გეკითხებით. იცით, ამერიკის უზენაესმა სასამართლომ უშინ ვრცელი არგუმენტები მოისმინა ამაზე. ეს არ არის ჰიპოთეზური შეკითხვა, არც თეორიული. ეს გავლენას ახდენს რეალურ ადამიანებზე და მათ ცხოვრებაზე. თქვენ აქ ხართ როგორც ექსპერტი და თქვენ გითხარით, რომ ექიმი ხართ და მიჰყვებით მეცნიერებას. ხო და უბრალოდ მინდა ვიცოდე მეცნიერებაზე დაყრდნობით. შეუძლიათ მამაკაცებს დაორსულება თუ არა? ნამდვილად ფიქრობ, რომ ეს კი ან არა შეკითხვაა. თქვენ ბევრი სირთულის გამარტივებას ვცდილობთ. მე არაფერს ვცდილობ. ეს არ არის სირთული. მე პასუხის მიღებას ვცდილობ და გულწრფელად რომ ვთქვა, ვცდილობ შევამოწმოთ თქვენი როგორც ექიმისა და მეცნიერის სანდოობა. შეუძლიათ თუ არა მამაკაცებს დაორსულება? ფიქრობ, თქვენ ასევე ვცდილობთ ერთმანეთში სხვადასხვა რამ აურიოთ. არა, მამრობით და მდედრობით არ ვურევ. ეს ორი სხვადასხვა რამაა. არსებობენ ბიოლოგიური მამაკაცები და ბიოლოგიური ქალები. და მინდა ვიცოდე, შეუძლიათ მამაკაცებს დაორსულება თუ არა? რაზეც თქვენ საუბრობთ, ეს არის ბიოლოგიური მამრები. ეს არ არის რთული, დოქტორო. შეუძლიათ თუ არა მამაკაცებს დაორსულება? კი თუ არა? დიდი სიამოვნებით გესაუბრებოდით ისეთ გარემოში, რომელიც არ მომდინარეობს პოლარიზაციის მცდელობიდან და ზემოქმედებიდან. მე პოლარიზებას არ ვცდილობ. მე ვცდილობ ვიკითხო. ფიქრობ, წარმოუდგენელია, რომ ვიმყოფებით მოსმენაზე მეცნიერებისა და ქალის შესახებ. და ოქმისთვის, ქალები ორსულდებიან და არა მამაკაცები. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.